ჩვენ თვითონ და ჩავატაროთ არჩევნები სექტემბერში. აი ეს არის აზრი სექტემბერში. ჩავატაროთ ლეგიტიმური არჩევნები სექტემბერში. ყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახელით. ყავს ადამიანი, რომელიც შეიძლება დაანიშნოს ეს არჩევნები. ყავს პოლიტიკური პარტიები, რომელიც მიიღებენ ამაში მონაწილეობას. სექტემბრამდე დროა ჩამოყალიბდება კიდე ახალი პოლიტიკური პარტიები, ვისაც შეუძლიათ მიიღონ ამაში მონაწილეობა. შევქმნათ CSGO. ჩვენ უფრო მეტი ლეგიტიმაცია გვაქვს ახლა ამ არჩევნების ჩასატარებლად ვიდრე ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მათ საერთოდ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. რას ვხვეწებით მათ ჩვენ არჩევნების ჩატარებას? ოცნებამაც მიიღოს ამაში მონაწილეობა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ. რა თქმა უნდა, თუ გაიყვანეს, რამდენ დეპუტატსაც გაიყვანენ, გაიყვანონ. ეს არჩევნები უნდა იყოს როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი. სექტემბრის ბოლო კვირა, ან ბოლო მეორე ნახევარი. ეს უკვე პრეზიდენტმა გადაწყვიტოს. ისე რომ ეს აზრი წარმოიშვა, ეს ამას საღი აზრია და ჩვენ აი ეს უნდა გავაგრძელოთ. მანამდე რა თქმა უნდა პროტესტი, მანამდე აქციები, მანამდე ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია რომ ჩვენ დავიცოთ ჩვენი მომავალი. მე მგონი სექტემბრამდე ვიზა ლიბერალიზაციას არ წაგვართმევენ, არ წაიღებენ უკან ევროპელები, მით უმეტეს თუმცა მიხვდებიან რომ სექტემბერში გვაქვს არჩევნები. სექტემბრამდე გვაცალონ და ეხლა თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ყველაფერი კარგად ჩაივლის, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენ ვართ ვინც უნდა ავირჩიოთ და ჩვენ ვხდით მე პარლამენტის წევრებს ხელფასს და ვიქიროვთ მათ და დავიქირავთ ნამდვილად. ისე რომ ეს არის წინადადება, ეს არის აზრი, მე ვთქვათ ეს გაავრცელოთ ახლა ყველამ გაავრცელოთ რომ ხალხმა ეს ყველა მოისმინოს, ნახოს, ასე რომ ყველაფერი წინ არის. ბრძოლა წინ არის, გამოსავალი ყოველთვის არის. მთავარი ვიყოთ ერთად და მთავარია არ უღალატოთ ჩვენს ქვეყანას.